შემდეგმიც რაც შეეხება ზოგიერთი ამბობს, რომ ბექლინკები არის ერთადერთი, რაც რეალურად SEO-სთვის მნიშვნელოვანია. მცდარია, თუმცა საკმაოდ გავრცელებულია, ბექლინკებს რეალურად ძალიან დიდი წონა აქვთ და დიდ კონკურენციაში, მაგალითად top 3-ში keyword-ზე, რომელსაც 20,000 კაცი ეძებს. ერთადერთი ალბათ ზოგ შემთხვევაში, რამაც შეიძლება სხვა ალბა მოგწეს, ხანდახან არის ბექლინკი. თუმცა, სანამ ბექლინკებამდე მივალთ, როცა მთავარი მნიშვნელობა მათ ექნებათ, იქამდე ტექნიკური SEO, კონტენტი, მომხმარებლის განზრახვა, ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად დალაგებული. ხოლო რაღაც ეტაპზე შეიძლება ბექლინკებს მართლა ენჭებოდეს ეგეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა და კონკურენცია მხოლოდ მათით ხდებოდეს, რადგან ყველა შეუძლია, რომ იდეალურამდე მიიყვანოს კონტენტიც, ტექნიკური SEO-ც, მომხმარებლის გამოცდილების იდეალურამდე მიიყვანა ამდენად შესაძლებელი არ ვიცი, მაგრამ არსებობს ამოწურვადი საკითხები, ხოლო ბექლინკების ნაწილი შედარებით ამოწურვალი, ანუ ავტორიტეტს მიღება უფრო და უფრო შეგვიძლია სხვადასხვა წყაროებიდან და რეალური კონკურენცია უცხოურ ბაზარზეც. მას შემდეგ რაც ყველაფერი დალაგებულია ტექნიკური SEO-ც, კონტენტის ნაწილიც, მომხმარებლის განზრახვის ნაწილიც სწორად არის დამეფილი. რეალური კონკურენცია ხდება ბექლინკებით. თუმცა მარტო ბექლინკებს არ აქვს მნიშვნელობა, ამ ყველაფერს ხელს უნდა უწყობდეს სხვა ფაქტორებიც.